მოგესალმებით ყველას ჩემო მეგობრებო. თქვენ იმყოფებით არხზე Video Lessons. მე ვარ მიშო და დღეს მე მინდა ჩემს არხზე დავიწყო კიდევ ერთი შესანიშნავი რუბრიკა, რომელიც თავიდან ბოლომდე იქნება დაკავშირებული Windows-ის გალამაზებაზე, კოსტუმიზაციაზე და მის ასე ვთქვათ გამრავალფეროვნებაზე. აქედან გამომდინარე დავიწყებ ყველაზე მარტივი ვიდეოთი, რომელიც ეხება მეგობრებო Windows-ის თემებს. გაფორმებებს, ასე რომ ვთქვათ. ამისათვის თქვენ დაგჭირდებათ პროგრამა, რომლის სახელწოდებაც არის Wallpaper Engine. ეს შეგიძლიათ შეიძინოთ Steam-ზე, ან უბრალოდ გადმოწეროთ torrent საიტებიდან. რა თქმა უნდა, ლინკი როგორც Steam-ის ვერსიის, ასევე torrent ფაილისაც მითითებული იქნება ვიდეოს აღწერაში, თავისი სრული ბიბლიოთეკით. სრულ ბიბლიოთეკაში გულისხმობ იმ ვერსიას, რომელიც იქნება torrent-ი. ანუ torrent ვერსიიდან, რომელსაც გადმოწერთ, ჩემი ლინკიდან, მას ექნება სრული ბიბლიოთეკაც. და გაითვალისწინეთ, რომ ეს სრული ბიბლიოთეკა საკმაოდ დიდი მოცულობის არის. აქედან გამომდინარე, უკვე თქვენ თვითონ გადაწყვეტეთ, გიღირთ თუ არა მთლიანი ბიბლიოთეკით ამ პროგრამის გადმოწერა, ან მოახერხებთ თუ არა მის შეძენას Steam-ზე. ამის შემდგომ გავხსნათ ეს პროგრამა. გადავიდეთ გრაფაში Discover და შემდგომ Search. ამის შემდგომ საძიებო სისტემაში ჩავწეროთ ჩვენი დღევანდელი პირველი თემის სახელწოდება. ეს არის Marvel Comics-ი Moonlight-ი. აი ესე ჩვენი პირველი თემა, რომელიც შექმნილია აი ამ პიროვნების მიერ, შეგვიძლია დავაჭიროთ subscribe, დაველოდოთ რამოდენიმე წამი, ზომა არის 14 მეგაბაიტი, გაფართოვება 4K და არის შესანიშნავი თემა მეგობრებო, რომელიც ყენდება ძალიან ლამაზია. რა თქმა უნდა, ანიმირებული თემებია ეს ყველაფერი მეგობრებო, Wallpaper Engine-ზე იშვიათი შემთხვევების გარდა, სადაც მხოლოდ ფონი არის, აბსოლუტურად ყველა თემა არის ხოლმე მოძრავი და ანიმირებული. დაახლოებით უხეშად რომ ვთქვათ 99% ამ პროგრამაში არსებული თემებისა არის ანიმირებული. აი ესეთი შესანიშნავი თემა არის პირველ ადგილზე. გავხსნათ ისევ და ამჯერად მოვძებნოთ მეორე, ესეც Marvel-თან არის დაკავშირებული, ეს უკვე არის Miles Morales-ი მეგობრებო. ესეც ასე, Miles Morales-ის თემა, რომელიც შექმნილია Montes მიერ. აქაც როგორც ხედავთ 10 მეგაბაიტი არის ზომაში და ეს უკვე არის 2K გაფართოვების. დავაჭიროთ აქაც subscribe-ს და ვნახოთ რა დონის თემა დაგხვდება და როგორი იქნება ის. ჩავკეთოთ ჩვენი დესკტოპი და ვხედავთ აი ამ შესანიშნავ, ძალიან მაღალი გაფართოების, ძალიან დეტალურ, ასე ვთქვათ, კარგად ნახატულ და კარგად გაფორმებულ თემატიკურ ფონს, რომელიც შესანიშნავად არის მეგობრებო გაკეთებული, ვინაიდან და რადგანაც არანაირ პიქსელურ დარღვევას და პიქსელურ ხარვეზებს მე ვერ ვხედავ ფოტოზე. ეს ყველაფერი გამომდინარეობს იქიდან, რომ გაფართოვებები ამ თემებისა არის მინიმუმ 2K ან 4K. Full HD-შიც არის ხოლმე ასეთი ხარისხი, მაგრამ Full HD ხარისხში იშვიათია მაღალი ხარისხი. ამიტომაც ეცადეთ მეგობრებო, რომ თქვენს ეკრანზე გაცილებით დიდი ზომის ფონები მოძებნოთ. ნუ თუ რა თქმა უნდა ყველაფერს ჩემი ვიდეოდან დააყენებთ, რა თქმა უნდა თქვენ მიიღებთ 100%-ით მაღალი ხარისხის თემებს. გადავიდეთ რიგით მესამე თემაზე. ესეც Marvel-ის თემატიკაა და დღეს უკვე Marvel-ის თემატიკა ამ ვიდეოში ამით დამთავრდება მეგობრებო. ეს არის უკვე ზოგადად Marvel-ის სამყაროდან რამოდენიმე სუპერგმირი. ესეც ასე. აი ეს თემა, რომელზეც გესაუბრებოდით, ეს არის Marvel Rivals-ის სერიალიდან გაკეთებული თემატიკური ფონი, რომელშიც რამოდენიმე მთავარი გმირი არის გაერთიანებული მეგობრებო და ის არის შექმნილი აი ამ პიროვნების მიერ. თემა არის დაახლოებით 100 მეგაბაიტი ზომაში და არის ისევ და ისევ 4K. დავაჭიროთ subscribe-ს და დაველოდოთ რამოდენიმე წამი. ესეც ასე, თემა დაყენდა.
და როგორც ხედავთ, მეგობრებო, აი შესანიშნავი ფონი არის. აქ ხედავთ ლოკის, რკინისკაცს, ადამიანობობას, ქარიშხალს. აი ეს გმირი არ მახსენდება ვინ არის სიმართლე გითხრათ და ამის სახელი აღარ მახსოვს, ეს არის გალაქტიკის მცველებიდან. აი შესანიშნავი თემაა, რა თქმა უნდა, ესეც ძალიან მაღალი ხარისხის არის, ამას თქვენ თვითონ ხედავთ, გაფორმება იდეალურია, მეგობრებო. გავაგრძელოთ დღევანდელი ჩვენი ტოპ 5. მეხუთე ადგილზე უკვე ვიწყებ განსაკუთრებული თემატიკის შეცვლას, ანუ გადავდივარ კონკრეტულ თემატიკიდან ფართო თემატიკაზე და ეს არის Dark Queen სახელწოდებით თემა. რომელიც შექმნილია აი ამ პიროვნების მიერ, რომელსაც აწერია KPP ან KPP, არ აქვს მნიშვნელობა, 6 მეგაბაიტი ზომის არის და თემა არის ისევ და ისევ 4K გაფართოების. ვაწვევით subscribe-ს. თქვენ შეგიძლიათ ძიებაში, მეგობრებო, შემქმნელის სახელიც მიაწეროთ, რადგან უფრო გამარტივდეს, ასე ვთქვათ, თემის პოვნა. და ესეთი შესანიშნავი მინიმალური ანიმირების მქონე თემა დაყენდა, რომელიც იდეალური შავი ფონით არის, მეგობრებო, და ძალიან ლამაზია. რაღაც მხრივ ეს Game of Thrones, ანუ სამეფო კარის თამაშების პერსონაჟსაც კი მაგონებს. პერსონაჟებს უფრო სწორად და არის შესანიშნავი თემა, თუ რა თქმა უნდა მსგავსი სტილისტიკის თემები მოგწონთ. და დღეისათვის ბოლო ეს არის Black and White, რომელიც ასევე შესანიშნავი ფონი იქნება, რომელსაც ეხლავე დარწმუნდებით და ნახავთ თქვენ თვითონ, მეგობრებო. ვიპოვე როგორც იქნა, ეს არის ძალიან რთული საპოვნელი აქვს, რამოდენიმე ერთნაირი თემა არის, მეგობრებო. აი ეს ანიმირებული პერსონაჟი, ანუ ანიმეს გმირი არის, რა თქმა უნდა, გამოყენებული. აქაც როგორც ხედავთ, გაფართოება არის 4K, უღონდ ეს უკვე არის, მეგობრებო, 261 კილობაიტი. ვაწვევით OK-ს. ველოდებით რამოდენიმე წამი და თემა დაყენდა. თუ არ დაყენდა, ერთი წამით დაველოდოთ. აი ახლა დაყენდა, მეგობრებო, შეიცვალა. როგორც ხედავთ, ძალიან მცირე ანიმაცია აქაც ჩართული, ძირითადად შემთხვევაში არის პატარა წვეთები, რომელიც ზემოთ მიემართება და ქარის ეფექტი, რომელიც არხევს კაპიშონს და თმის, ასე ვთქვათ, ღერებს, უხეშად რო ვთქვათ, პლუს ამას თვალებს ხუჭავს ჩვენი პერსონაჟი და თვალებსაც ამოძრავებს. ძალიან ლამაზი ფონია, შავ ფერში გაკეთებული, Black and White, არ ვიცი რატომ დაარქვა ავტორმა, აი აქ ოდნავ არის თეთრი ფონი, ოდნავ, ისიც ლოყაზე, დანარჩენ შემთხვევაში არის მთლიანად შავი ფონი, მაგრამ მიუხედავად ამისა, ესე ძალიან ლამაზია. დღეისათვის სულ ეს იყო ჩემო მეგობრებო, რაც მინდოდა თქვენთვის შემომეთავაზებინა და მეჩვენებინა. აი ამ ვიდეოთი მინდა დავიწყო ის რუბრიკა, რომელზეც მე ვსაუბრობდი რამოდენიმე ვიდეოს წინ, ვინაიდან და რადგანაც დავინახე ჩემს მაყურებლებში და ხელმომწერებში, იგივე გაგას მხრიდან დავინახე ძალიან დიდი ინტერესი, რომ თემატიკური ვიდეოები დაიდოს, ეგრეთ წოდებული Windows-ის კოსტუმიზაციაზე, მეგობრებო. კოსტუმიზაციაში შევა, რა თქმა უნდა, სხვადასხვა სახის თემების დაყენებას, რომელიც მთლიანად შეუცვლის Windows ვიზუალს. ამ ყველაფერსაც ნელ-ნელა ეტაპობრივად შემოგთავაზებთ, მაგრამ ამ კოსტუმიზაციის პლეილისტში ასევე იქნება მსგავსი სახის ვიდეოები, სადაც მე ტოპ საუკეთესო თემებს ავარჩევ Wallpaper Engine-დან და გაჩვენებ თქვენ, რომ შემოგთავაზოთ, ასე ვთქვათ, ჩემი რჩევით და რეკომენდაციით ყველაზე კარგი და გამორჩეული თემები ამ შესანიშნავი პროგრამიდან, რომელსაც შემდგომ უკვე თქვენ დააყენებთ, ან არ დააყენებთ, ეს უკვე თქვენ სურვილზე იქნება დამოკიდებული. ასევე Wallpaper Engine-თან ერთად მე კიდევ რამოდენიმე სხვა სრულიად უფასო პროგრამასაც ვიყენებთ, მეგობრებო, შემდგომში და გაჩვენებთ, რომელიც თავისუფლად შეგეძლებათ Microsoft Store-დან რომ გადმოწეროთ და დააყენოთ. დღეისაც კი სულ ეს იყო, კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ძალიან დიდი მადლობა ჩემო მეგობრებო ყურადღებისათვის. ვიმედოვნებ, რომ მოგეწონებათ ჩემი ვიდეო და ეს ახალი რუბრიკა, რომელიც გამოჩნდება დღეიდან ჩემს არხზე და ნელ-ნელა კიდევ უფრო მრავალფეროვან კონტენტს შემოგთავაზებთ
ჩემს არხზე. ყველას კიდევ ერთხელ გიხდით ძალიან დიდ მადლობას ყურადღებისათვის. თუ რომელიმე თქვენთაგანს გექნებათ რაიმე სახის შეკითხვები, რჩევები, თქვენ ეს ყველაფერი შეგიძლიათ დაწეროთ კომენტარებში ან დამიკავშირდეთ სოციალური ქსელის დახმარებით. მე კი შევეცდები რომ თითოეულ თქვენთაგანს შეძლებს დაგვარად დაგეხმაროთ. ყველას კიდევ ერთხელ გიხდით ყურადღებისათვის. ძალიან დიდ მადლობას.